მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელი არის ვორნეისო და დღეს მე ვიღებ კიდევ ერთ ვიდეოს. ამ ვიდეოს წინა ვიდეოს მსგავსად გადავიღებ სპონსორულ ნივთებზე, გამოგზავნილ ნივთებზე. უბრალოდ ცოტა არეული ვარ, რატო გამიგზავნეს ესენი, მაგრამ ნუ თავარია გადავიღებ და ეს იქნება თქვენთვის განსხვავებული ნივთები, რაც აქამდე არ გინახავთ ჩემს არხზე, ყოველ შემთხვევაში ასეთი ტიპის ნივთები და დღეს მე ვისაუბრებ სანადირო დავცლებელია ესე თქვა. დღეს მე ვისაუბრებ სანადირო დანადგარებზე. ეს არის ბინოკლი და ტელესკოპი. დღეს მე მინდა განვიხილო ეს ორი ნივთი, რადგან დღესდღეობით ბევრ ბავშვს, ბევრ მოსწავლეს, ბევრ 12 წლამდე ასაკში მყოფ ახალგაზრდას სჭირდება ეს ნივთები, რადგან ყოველდღიურად ნადირობენ თავიანთ ცხოვრებაში, მოგზაურობენ და ფიქრობენ თუ როგორ დაამარცხონ სხვადასხვა ბარიერები, როგორ გადალახონ, ამიტომაც სჭირდებათ. არ ვიცი უკვე რას ვაზრობ, მოდი უბრალოდ განვიხილო. თბილია ეს რა? wait. Okay, აი მოდი ესე იგი გამყუთოთ. Me, Jesus. ეს არის ჩემი ყუთი, დიდი ყუთი, რომელიც მიდევს ესე იგი ასე სკამზე, სავარძელზე და შიგნით არის როგორც ბევრი ამ სელფაშულო ჩამიდოს ტელესკოპი ვითომ ამიტკობს. არის ასევე ჩვენი ტელესკოპი, რომელიც დევს აქ, არის ამხელა ზომის, აი ზუსტად ამხელა. მოდი ამას გადავდებ ჯერ და ვნახავ კიდე სხვა რა არის ამ ყუთში. დიდი ყუთია და ბევრი რაღაც იქნება შიგნით. არის ეს წერი აქ, ჩვენს გარემოს ვიცავ, თუ ეს ამით როგორ იცავ, სანადირო დანადგარია პირიქით, ხუთსავ ამით ცხოველებს, მაგრამ კაი, თუ მასე ფიქრობ, მასე იფიქრებ, ბაზარი არა. მეორე ქაღალდი რაც შიგნით არის, ეს არის გარანტია, რომელიც დავხია ამოღებისას, მოჩახმე. ასევე არის ეს ქაღალდი, რომელიც მეჩვენება თუ სველია. და არის ასევე ეს სადაც უნდა იყოს შტატივი, მაგრამ შტატივი არის ანუ შტატივზე არის ტელეფონი დამოგრებული. ამიტომ ხედავთ ასე კარგად, ნუ შტატივსაც დაგანახებთ, არის ასეთი მაღალი და საკმაოდ მარტივად გამოსაყენებელი. მეტი როგორც ჩანს, არაფერი არ არის, ყუთი დევს. აი, ტელესკოპი არის საკმაოდ მძიმე, მოყვება შტატივიც რა თქმა უნდა. გავხსნათ და ვნახოთ რა დევს შიგნით, რანაირი რა არის. ამოვიღოთ ამხელა ტელესკოპი. აქედან ეს ეხსნება. ნუ აქედან არ იყურებს, აქედან დაინახავთ უბრალოდ. ეს ასევე უმოძრავებს. არ ვიცი რა საჭიროა ეს რომ მოძრაობს, ვერ შევამჩნიე. ეს არის ფოკუსის გასასწორებელი, ანუ შორს თუ ხედავთ ამას გაასწორებთ ისე რომ შორს დაინახოთ. და ეს არის field of view, ანუ ამას თუ დააყენებთ 20-ზე დაინახავთ მეტრამეს, ვიდრე როცა დააყენებთ 60-ზე, იმიტომ 60-ში ხედავთ უფრო დეტალურად იმ წერტილს. ესე იგი ამის მონაცემები თუ არ ვხდები 20-ზე წერი ამას ბოლოში წავიკითხავ. თავიდან ნახოთ ამისი დიზაინი. საკმაოდ კარგი ტექსტური აქვს, ანუ არ ვიცი ეს რკინა არის თუ არა. კი, ალბათ რკინა იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ გამძლეა, არ გავს პლასმას. აი აქედან უნდა ჩაიხედოთ. და ანუ ამას როდესაც შტატივზე დააყენებთ, უკვე ძალიან მარტივი იქნება ეს დადებთ. ჩაიხედოთ და აქედან დაინახავთ უკვე ყველაფერს. გამოვიყენებ ჩემს ამ მეორე შტატივს და აქ დავამაგრებ, ნახოთ, უბრალოდ განახებთ როგორ მოქმედებს. ასე აიღებთ, აქ აქვს წერტილი, საიდანაც დავამაგრებთ და უბრალოდ დაამაგრებთ ზემოდან. და ანუ ამას ახლა, როდესაც მოგინდებათ, ანუ შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას დაინახოთ, დავამაგრებთ და ანუ უბრალოდ ასე გაიხედებით. ჩემთან არის ერთი კორპუსი, ნუ ჩემი და მარტო კორპუსები ჩანს, სხვაგან ახლა ამით არ წავსულვარ ჯერ, მაგრამ ვაპირებ. 700 მეტრში იქნება და ანუ ამით თავისუფლად ხედავ ფანჯრებს, ყველაფერს. ნუ მეორეც მაქვს რაღაც, რაზეც ვისაუბრებ. და იმაზე უფრო საინტერესო ისტორიაც მაქვს, ამიტომ იმედია მოგეწონებათ. გადავალ 5-ზე და წავიკითხავ ზუსტად რა მონაცემები აქვს, როგორი ზუმი აქვს, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ამაში ეს არის. სკოპი არის 20-60, X60-ზე და spotting scope with tripod, ან tripod მოყვება 20-დან 60-მდე, უფრო ახლოს ხედავთ. ასევე ამას მოყვება გარანტია 2 წლის. აი არის რეზინისგან გარედან, იმიტომ რომ ცოტა ძლიერი მატერია იყო, ვერ მივხვდი რა იყო, ანუ რკინა იყო თუ პლასმასი, მაგრამ რეზინა ქონია გარედან. ხო, აქ ისეთ მეტი არაფერი არ წერია ნიშნულოვანი, გვერდიდან რა არის. მიზის დიამეტრი არის 60 მმ. ნუ ხო, აქ ესე იგი 5-ზე მეტი რამე არ წერია, თუ არ ვცდები. და ნუ აქვს კარგი დიზაინი, საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია. რადგან ტრაიპოდი არის ძალიან კარგი, ასევე სკოპიც თუ მაგალითად თქვენთან არის მთვარე და ხედავთ ჩემგან განსხვავებით, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რომ შეხედოთ მთვარებს, ვარსკვლავებს. ჩემიდან არც მთვარე ჩანს, არც ვარსკვლავები. ერთი
ყველაზე უცნაური რაც დავინახე ის იყო ძაღლი როგორ აქვს სამნახეს ასე 50 მეტრში. ასევე მე მაქვს მეორე ნივთი რომელიც ჩვენებაც მინდა, იმედია მოგეწონებათ. მეორეც ასევე იგივე ბრენდის არის, მაგინონის და მეორეც ასევე სანადიროთ არის. ამას უფრო კარგი შესაძლებლობები აქვს ვიდრე ამას, მაგრამ ნახოთ ესეც ჩვენი ბინოკლი. ეს ბინოკლი ღირს თუ არ ვცდები $40-მდე და ხო, ამისი წონაც არის დაახლოებით კილო და რაღაც. და მოდი გავხსნათ, ვნახოთ რა არის. ამასაც 5 აწერია გარედან. რა მონაცემები აქვს, ამასაც ვნახავთ აუცილებლად. თან ანუ განახებთ ასევე დიზაინი როგორიც აქვს. და მოდი ესე იგი თავიდან წავიკითხავ. აქვს 10-დან 30x60-ზე გაფართოება არის ხედვის. ასევე არის აქ ფოტოები, რომლებიც ჩანს, აი მაგალითად ეს არის სასახლე. გაფართოებით 10, ეს არის იგივე სასახლე გაფართოებით 20, ეს არის მესამე, ანუ იგივე სასახლე რა. გაფართოებით 30. და ნუ აქ ჩანს უცე ყველაფერი, ასევე არის გარანტია 3 წლით. რა თქმა უნდა, ჩაქუჩს არ აიღებთ და ტუტორიალს არ გადაიღებთ თუ რა მოვა, ბინოკლს თუ დავწავთ 100-ში რაღაც საწამლავში და ავაფეთქებთ 5 დინამიტით ერთად, მაშინ გარანტიაც იმოქმედებს აუცილებლად. ამასაც რეზინი აკვრია გარედან. უფრო გამძლეური იყოს და უფრო სასიამოვნო დასაჭერი. ლინზის დიამეტრი აქაც 60 მმ-ია, field of view 186 ფუტი 1000 იარდზე, არ ვიცი ეს ნიშნავს. წონა არის 1 კილო. ეს უფრო მძიმეა ვიდრე ის. ყველაზე საინტერესო ნაწილი ამ ვიდეოსი რო გახსნი და მივდის რომ იღებ და ნახულობ. აი ესე იგი ეს არის ჩვენი ბინოკლი, რომელიც გადავდა ეხლა ხანს და ვეღარ ხედავთ. ნახავ კიდე რა არის შიგნით. მეორე ნაჭერი რომელიც წინასთან შედარებით ნაკლებად სველია. კიდევ არის აქ ორი ფურცელი და მენიუალი არსად არ არის. მენიუალი მოყვება ორევს, მაგრამ არსად არ არის. აი გარანტიის კარტა როგორც ჩანს და მეორე არის იგივე ნახატი რომელიც იქ იყო. მოდი ავიღოთ ჩვენი ბინოკლი, ნახოთ როგორი დიზაინის არის. მოყვება ეს სატარებელი ჩანთა, რომელიც შეგიძლიათ გადაიკიდოთ და ისე ატაროთ კომფორტულად ძალიან. ესე განო ამას გავხსნით, მოდი ნახოთ როგორი არის, ესე იგი შიგნით არის ეს ბინოკლი, მე აქამდე ეს გავხსენი, გამოვიყენე 1-2 სხვადასხვა ადგილებში. საკმაოდ დიდი არის, აი ჩემს თავთან რომ შევადარო, არის ასეთი, სიგანი ასეთი. ძიმი არის 1 კილო, ნუ 1 კილო იქნება ეს და წინ თუ გაგიკვირდათ და ალბათ მეკითხებით რანაირად უნდა დავინახოთ აქედან, ეს ეხსნება ასე მარტივად, ამას ესე მოვხსნით. აქაც ზევითაც აქვს ესეთი ორი ცალი, ამასაც ესე მოვხსნით მარტივად, არანაირი პრობლემა. მხოლოდ $40. და ნუ შემდეგ არის ეს ბინოკლი, რომელიც შეგრჩებათ ხელში. ანუ საკმაოდ კარგი მატერია რეზინი და არის თუ არ ვცდები შიგნიდან რკინა. აქედან არის ლინზები, შეგიძლიათ გაიხედოთ და დაინახოთ. უბრალოდ ახლოს ვერ დაინახოთ. და ეს ხედავს თავისუფლად 62 მეტრიდან 1000 მეტრამდე, ანუ კილომეტრში დაინახოთ ამით თავისუფლად. ასე გამოიყურება, როდესაც გაიკეთებთ. ასევე პატარავდება ეს, თავი დამოწყდა. ზევით აქვს ფოკუსი, რითიც ასწორებთ ფოკუსს. აქ ამას დაატრიალებით, ფოკუსი სწორდება ძალიან მაგარ, ძალიან მარტივად. ასევე აქ აქვს field of view, როგორც ბინოკლს ქონდა ზევით, თუმცა ამას რო ატრიალებდით, ამას აქვს აქ წინ. და ძალიან მარტივად შეგიძლიათ ამით field of view შეცვალოთ და ამით კიდე ფოკუსი ცოტა რთული სატრიალებელია, მაგრამ აი შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ. ეს იყო დღევანდელი ვიდეოს ნივთები. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, ასევე გამოიწერეთ არხით, თუ მოგინდებათ ესენი გამოიწეროთ Amazon-დან, ლინკი იქნება აღწერაში. რა თქმა უნდა, თავისი ფასით, ყველაფრით და შეგიძლიათ ამ ლინკით გადახვიდეთ და აუცილებლად გამოიწეროთ. ასევე თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ. წინასწარ მადლობა და კომენტარით როგორი ნივთები გინდათ რომ განვიხილო მომავალში. ეს ალბათ არ ველოდებოდით ასეც არაფერს, იმიტომ რომ არც მე ველოდებოდი, მაგრამ ნუ ხო, გადავწყვიტე, გადამეღვა და ხო, ნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად.